სამედიცინო ჯანდროებში რჩება 6 ადამიანი და ყველა მათგანის მდგომარეობის დადგენა. თბილისის მხარეთმცოდნეობის განთავსებული სტიქიის დაზარალებულება. უგულყოფილი არიან სულად კვებით, საჯარო მედიკამენტებით, ექიმის უხუცესო კონსულტაციით. ასევე ძირითადად ბავშვებს მიეწოდებათ სპეციალიზებული საკვები. რაც შეეხება მზიურს და ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიას, მზიურის მიმდებარე და ზოოპარკის ტერიტორიებზე აქტიურად გრძელდებოდა გაწმენდა წყლის ამოტომებითი სამუშაოები. პროცესში ჩართული არიან მერიის კეთილმოწყობის სამსახური და გვარდიის ქვედანაყოფები. პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ სხდომაზე ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოსაყოფია ის სამოქალაქო აქტივობა და სოლიდარობა, რომელიც გამოიჩინეს ამ დღეების განმავლობაში და ასევე ის მუშაობა, რომელიც გამოავლინა როგორც სამაშველო სამსახურმა, ასევე პოლიციამ, ასევე სამხედროებმა. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ის შეადგენს სიას და მიაწვდის პრეზიდენტს და მიმართავს შუამდგომლობით, რომ ამ პირებს გადაეცეთ სახელმწიფო ჯილდოები. ახალგაზრდობა ძალიან აქტიურობს და მე ვიტყოდი, რომ გმირულად შრომობდნენ ამ ძიმე დღეებში ჩვენი ქალაქის ქუჩებში და მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მათ ჩვენს მართლაც გმირ და გამორჩეულ ახალგაზრდებს. ჩვენ მოვიწმინეთ გმირობის არაერთი მაგალითი. მე შემიძლია გითხრათ ჩვენი გმირი მაშველი, რომელმაც გადაარჩინა ადამიანის სიცოცხლე და სამწუხაროდ საკუთარი თავი გაწირა. რა თქმა უნდა, ეს მაშველი არის გმირი. როგორც არის კანონის შესაბამისად 100 ლარის ოდენობით დახმარება გამოეყოფა მის ოჯახს და შემდეგ ყოველთვიურ დახმარება დაინიშნება მაშველს. გამოდიოდა ინიციატივით, რომ გამორჩეული, ასე ვთქვათ, იქნებიან ეს მაშველები, პოლიციელები თუ სხვა თანამშრომლები, რომლებმაც მართლაც განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინეს, ასევე ახალგაზრდები მოხარისეებით, სპეციალური სახელმწიფო ჯილდოებით იქნან დაჯილდოვებულნი. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გამოჩენილი გმირობის, სამაგალითო გმირობის სამსახურის სიუჟეტების ჩვენება საზოგადოებისთვის არის სასურველი. მე შეგახსენებთ, რომ კურიერის მაყურებელმა ბოლო დღების განმავლობაში უკვე იხილა არაერთი სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა სწორედ როგორც რიგითი მოქალაქეების, ასევე მაშველების, პოლიციის, სამხედროების მიერ გამოჩენილ გმირობას. ეს ყველისო ჯარიაშვილი საანგებო შტაბის სხდომიდან მადლობთ ელისო. კურიერი პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დაბრუნდება. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ სხვადასხვა შეთავაზებებს, მაგრამ ყველა დღე ერთმანეთს გავს. 4 შაბათი კი განსაკუთრებულია. მხოლოდ GPC-ში ყოველ 4 შაბათს მიიღეთ ყველაზე დიდი 20%-იანი ფასდაკლება მედიკამენტებზე. GPC ვიზრუნოთ სიცოცხლეზე. ნეტკრედიტი არის კომპანია, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს. არა მეგობარო, პირველი შთაბეჭდილება არ არის გადამწყვეტი. კიდევ ერთი წყვილი ფეხსაცმელი შენს კარადაში სამუზეუმო ექსპონატად? თუ ვინმე სასესხე ფული, მნიშვნელოვანია, რომ მას განუმარტო ყველაფერი. აი ეს არის თქვენი მეორე საფულე. გამოიყენეთ იგი გონივრულად. ნეტკრედიტი გთავაზობთ ლოიალობის პროგრამას, რომელიც გაძლევთ საშუალებას მიიღოთ 5%-იანი ფასდაკლება ყოველ მომდევნო სესხზე. მაქსიმალური ფასდაკლება 30%-მდე. ნეტკრედიტი. გაივ აქცია ორცხობილა ფლინტისგან 1+1. შეიძინე სააქციო შეკითხვა სუპერფასად და მიიღე ორმაგის სიამოვნება საყვარელი გემოსგან. ორჯერ მეტი ორცხობილა, ორჯერ მეტი მეგობარი, ორცხობილა ფლინტი, ექსტრემალურად მომგებიანი. ჩვენ შევქმნით საბურავები, რომლებიც გაძლევთ საწვავის ეკონომიას და უფრო ხანგრძლივად გემსახურებათ რთულ გარემო პირობებშიც კი. ეკოპია, ეკონომია მოძრაობაში. Bridgestone. შეიძინეთ თეგედა მოტორსის ცენტრები. აქცია დანიურ სახლში წვენი შიქები და თებშები 60 თეთრიდან, ღვინი შიქები 25 თეთრიდან. GPC წარმოგიდგენთ ელფს, რომელიც გთავაზობთ ნორდიკის ფაფებს მთელი ოჯახისთვის 20%-იანი ფასდაკლებით. გვრის საოცარ სიხარულს. სოფელში ჩასვლისას ყოველდილას დგებით მსულქად და ხალისიანად. იმიტომ რომ გვაქვს კარგი ჩვევა. ყოველდღე ვსუნთქავთ სუფთა ჰაერს. ყოველ საღამოს კი ვსვავთ კეფირს. კარგი ჩვევები ქალაქში სასარგებლოა. კეფირი სოფლის ნობათი, სასარგებლო ჩვევა ყოველი საღამოსთვის. ყალი მომწუნა, რაღაც ხმა მომესმა ესოდან.
ტელევიზორი გამოვხდი. Prostamol Uno. ათას რიგებს პროსტატის გადიდებით გამოწვეულ შარდვის პრობლემებს. Prostamol Uno. აღარ გჭირდება თავის მართლება. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. გამარჯობა, მე ეზეგი ვარ. ჩემმა სტომატოლოგმა მითხრა, რომ ექსპერტი გამხვდარიყავი ბლენდამედ პრო ექსპერტთან ერთად. მან მითხრა, რომ შედეგი საოცარი იქნებოდა. ახალი ბლენდამედ პრო ექსპერტი. ორალბისა და ბლენდამედის უახლესი ტექნოლოგია ახლა უკვე საქართველოში. უკეთესი დაცვა საკვებისა და სითხის მჟავისგან, რათა თქვენი კბილები უფრო ჯანსაღი და ძლიერი იყოს. წარმოუდგენელი ცვლილება შევნიშნეთ ჩემს კბილებზე პირველივე გამოყენების შემდეგ. ჩემმა სტომატოლოგმა შეამჩნია ცვლილება. გახდი ექსპერტი ბლენდამედ პრო ექსპერტთან ერთად. ეს შენი გასაღებიან ნაცნობ ქვეყანაში შესასვლელად. შენს წინაშე ახალი შესაძლებლობები იშლება. შეიძინო ახალი მეგობრები, გახდე დამოუკიდებელი, იმუშაო შენთვის საყვარელ გარემოში. ეს დელია, შენი ამერიკული ნოუთბუქი Elite Electronics-ში. სწრაფი ონლაინ სესხი 1500 ლარამდე. პირველი სესხი 500 ლარამდე. საკრედიტო ისტორიის გადამოწმების გარეშე. კრედიტონჯი, ჩვენ ხვდით ფულს ხელმისაწვდომს. საზაფხულო აქცია მაღაზიაში ჩემი სახლი. 15-დან 29 ივნისამდე შეიძინეთ საძინებლები 1700 ლარიდან. ასევე არ გამოტოვოთ ყოველი კვირის ცხელი შეთავაზება ავეჯის სხვადასხვა კომპლექტებზე. იჩქარეთ, რაოდენობა შეზღუდულია. მე ვარ ქაიხოს რო სალამი ხალხო მოიწით ახლოს რომ უკეთ ნახოს სიახლე თან რომ ვიახლე ეს არის ცივი ჩაი სახელად ქაიხო ჩათვალეთ რომ ახალი ეპოქა დაიწყო ბოთლში ასივია დემრიელია მატონი ტონი ტონი ღირებელია ლიმონის ატმის შოვოს არომატით რომელს გასინჯავ ახლავე მოგასწენი დაისხი ხალისი დაიწყო ეს არის ცივი ჩაი ბაიხო ბაიხო შეიძინეთ Elite Electronics-ში კონდიციონერი 699 ლარად და შეიქმნით სასურველი ამინდი თქვენს სახლში. დღისითაც და ღამითაც. უპრეცედენტო აქცია არქი ჯგუფისგან 10 წლიანი 10%-იანი განლადება არქი ჯგუფის ნებისმიერ პროექტში. არქი ჯგუფი, შენი ევროპული სახლი. ბაკურიას დილი დამსვა. უნიკალური მინერალები აღვიძებს ჩემს ორგანიზმს და აღადგენს წყლის ბალანსს. შუა დღეს მეხმარება დაღლილობა ნაადრევად არ ვიგრძნო. საღამოს თავს კვლავ კარგად ვგრძნობ. და ჩვენივრად გამოვიყურები. ბაკურიანი, შენ გრძნობ, სხვები ამჩნევენ. საღამოს ეთერის სპონსორია სამშენებლო კომპანია GDG. სახლი, რომელიც ჯერ არ უნახავს თბილისს. აბაშიძის 70. საღამოს ეთერის სპონსორია სეზონის საუკეთესო ფასი. 589 ლარი კონდიციონერებზე. დახვეწილი დიზაინი, გაგრილება გათბობის ფუნქცია, მხოლოდ ალტასა და ოკეიში. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ლუდი მთიელი. მზადდება ქართული ველური სვიის გამოყენებით. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ ჯეოსების როულინგი. იმოგზაურეთ საზღვარგარეთ ნომრის შეუძლოთ ყველაზე იაფად, მხოლოდ 25 თეტრად. დაუვიწყარი გემო, ევროპული ხარისხი. საღამოს ეთერის სპონსორია მაიონეზი ოლკომი გამის არომატით. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ ექსპრეს ბანკი, ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში ცეცხლის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე 100 მომხრე და 11 წინააღმდეგი პარლამენტმა შეერაღებული ძალების ჩართულობა სტიქია შემდგომ სალიკვიდაციო სამუშაოებში მხარი ერთხმად დაუჭირა ამ პროცედურას კონსტიტუციის მიასე მუხლი ითვალისწინებს სამხედრო ქვედანაყოფებს სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობას პრეზიდენტის ბრძანებულების შემდეგ პარლამენტის თანხმობა სჭირდება. საკითხის განხილვამდე სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა. ნინო სამყურაშვილი ესწრებოდა რიგარეშეს სხდომას, რომელიც ქუთაისიდან გვერდება პირდაპირ ეთერში. ნინო, რა განცხადებები გაკეთდა დღევანდელ სხდომაზე? დიახ, პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომის ბოლოს კიდევ ერთხელ განმარტა თუ რატომ დადგა დღის წესრიგში რიგარეშე სესიის მოწვევა. დღეს სესია
15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და ერთი საკითხი იყო. განსახილველი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ შეიარაღებული ძალების მონაწილეობა კონსტიტუციურ ფარგლებს არ უნდა გასცდეს და აუცილებელი არის, რომ ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაში დავით უსუფაშვილის განცხადებით სახელმწიფო სამართლებრივ ჩარჩოებში დარჩეს. პარლამენტი, მთავარსარდალი, მთავრობა ჩვენ სწორედ ასეთ ვითარებაში ყველაზე უფრო მეტად უნდა ვიყოთ მონდომებული, მოწადინებული, რომ კონსტიტუციის ფარგლებში განხორციელდეს ყველა ჩვენი მოქმედება. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება შეიარაღებული ძალების შენაერთების გამოყენებას, იმიტომ რომ ჩვენ საკუთარი წარსულიდან, სხვების წარსულიდანაც სახელმწიფოების ისტორია გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეს არის ძალიან საფრთხილო საქმე და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ასეთ ვითარებებში არის ხოლმე ჩართული. პარლამენტის ყველა ფრაქცია მოსახლეობას მოხალისეებს შეიარაღებულ ძალებს და პროცესში მონაწილეობ ყველა მხარეს, ვინც გაწმენდით სამუშაოებში იღებს მონაწილეობას დღეს საგანგებო მადლობა გადაუხადეს